ვარ გაბრიელ გოგოლაძე 8 წლის. ვსწავლობ 167 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ძერწვა, ხატვა და ფეხბურთი. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა შემიყვარდა 5 წლის ასაკში. 8 წლის რო გავხდი, შევედი სტუდია მალტაში. მახსოვს პირველი დღე რომ მივედი მალტაში. რომ მივედი, ბავშვები უკვე იყვნენ წასულები. იმიტომ დავგვიანო რომ სკოლაში მეორე წლა ვარ. დამხვდა მარტო მასწავლებელი. მაგიდასთან დამწვა ჯუჯა დამახატინა. ადრე მასწავლებელი მყავდა, ეხლა მყავს ბაია მასწავლებელი. რაგვარია და გოგატიშვილი. არის კარგი მასწავლებელი და ძალიან მიყვარს. იმიტომ მიყვარს, რომ რასაც ჩავირჩევ, იმას მახატინებს. რომ მივდივარ, რომ მეუბნები გამარჯვებას და მეუბნება თვითონაც გამარჯვებას და მიიღიმის. მე ვიცი ზღვის ხატვა, ვიცი სახლის ხატვა, ვიცი ბუნების ხატვა, ვიცი და კიდევ ვიცი ცისარტყელის. ყველაზე რთული არის რობოტის დახატვა. ყველაზე ადვილია ბუნების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ის ფერი და მე არ მიყვარს დოგვის ფერი. იმიტომ რომ სოსისთან მწარეა. მე ვხატავ საღებავებით, ფანქრებით და ფლომასტერებით. ყველაზე კომფორტულია გუაშით ხატვა. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და იმდენი მაქვს, რომ ვერავინ ითვლის. ერთი ნახატი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. იმ ნახატზე ხატი აჭრიჭინა. იმიტომ მომწონს, რომ ნამდვილ ჭრიჭინას გავს. მალტეს სტუდია, იმიტომ მომწონს, რომ კარგი მასწავლებელია, კარგი მეგობრები, კარგი ოთახებია და თბილა. ნახატები ჯერ არ გავიყიდია და მინდა რომ გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 1000 ლარი. მე ფული როცა ვხარჯავ ტკბილეულში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ჟელიბონი. ჩემს ნახატებს ყველაზე ხშირად ვფიქრი დინო დეიდას. ეხლა ცხოვრობს ათერში და ძალიან ვერ ატრება. დინო დეიდა, იმიტომ არ მეატრება და თბილისშია და ხშირად ნახულობ. მეც მიყვარს, რომ საჩუქრებს ჩუქდიან. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მომიტანა მაგნიტური კუბიკები, დიდი კუბიკები მომიტანა და ლეგო მომიტანა. წელს მინდა რომ მომიტანოს პინოქიოს წიგნი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 77 წლის. მისი ნამდვილი სახელია დათო. ის ალბათ ახალგაზრდობაში იყო პატარებლის მძღოლი. სახლში რამდენჯერმე მქონდა გამოფენა. ამ გამოფენას ესწრებოდნენ დედა და დეიდა. მე ასევე მიყვარს ზერწვა. ხანდახან დედა მყიდულობს პლასტინი და ვზერწავს სახლში. ყველაზე ხშირად ზერწავ ბუნებას, ტყეს და შემოდგომას ვზერწავ და წვიმას. მე მაგ გამოძერწილი შემოდგომის ტყე. ისე ლამაზია, რომ მინდა რომ მაგ ტყეში ვცხოვრობდე. საშიში არა, იმიტომ რომ არავის უღრანი ტყე. ისე ცხოველები ძალიან მოყვარს, განსაკუთრებით კატა. კატის ყიდვას ვაპირებ სახლს რო ვიყიდი მერე. ქარეული ცხოვრებიდან მინდა სახლში მყავდეს ლეოპარდი. ამ ლეოპარდის ვივლიდი სკოლაში და მეყოლებოდა კარგი ნიშნები. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი მყავს, კარგი კლასელები მყავს. ჩემი საკლასო ოთახი არის მწვანე. მინდა რომ ბავშვებმა შევღებოთ და გახდეს ფერადი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მარიამ ნუგზარაშვილი. ყველაზე ცელქია ზალიკო გუმბერიძე. ყველაზე მშვიდია ელენე თინიკაშვილი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ არ ყავს, რომ ჩემი მოსაწონი გოგო ვერ ნახე. საერთოდ გოგო უნდა იყოს ლამაზი, კაბიანი და მაღალი. ასეთი გოგო თუ შეხვდება, აუცილებლად შევიყვარებ. ვცოლთ რომ მოვყვან, ვიქნები 23 წლის. ფილებს დავარქმევ სანდროს და მარიამს. ჩემ ცოლს დავარქმევ დიანას. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ნონა პაიაშვილი. იმიტომ რომ ლამაზია, იმიტომ რომ კაბაცია, იმიტომ რომ მაღალია და მეუბნება ყოჩაღი ბიჭი ხარო.
ჩემი აზრით მამასწავლებელი არის ბედნიერი. ასე იმიტომ მგონია რომ სულ კარგი ხასიათზეა. თუნდაც ცუდად იქცევა იმას უბრაზდება. მე კარგად ვიქცევი და ამიტომ მე არ მიუბრაზდება. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე ისტის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა ყველაფრობა. მაგალითად ხალკი სპაიდერმენი. ახლა მინდა რომ ვიყოთ რამე ის რომ სკოლა დავამთავრო. მეჩქარება გაზრდა და მე მინდა რომ დიდი კაცი ვიყო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და დეიდა. მამიკო არის კვიპროსში და სულ მენატრება. ის არის მხიარული, უშიშარი და შრომელი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საყვარელი და ღიმილა. დეიდა არის მხიარული და ხანდახან ჭკვიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კვერცხიანი პური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს წვნიანს. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და თამაშობ ჩემ მეგობრებთან. ხანდახან მეკარე ვარ, ხანდახან ვთამაშობ შეტევაში. უკვე გატანილი მაქვს 10 კარგი გოლი. ყველაზე კარგი იყო მე-10. მივორბოდი და მომცეს პასი. მაგრამ დავარტყი და ცხრიაში შევაგდე ბურთი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა რომ ნაკრებში ვითამაშო 6 ნომრით. ჩემი საყვარელი ზღაპარია კომპლე. რო გავიზრდები შეიძლება გამოვიდე კომპლე. იმიტომ მინდა რომ ცხოვრებს შველო და გელი დავამარცხო. ჩემი საყვარელი თამაშია დამალობანა. მე ხანდახან ვიმალები ისეთ ძნელს რომ ბევრი ძებნა უნდება. მე ისე კარგად შემიძლია დამალვა რომ ვერავინ მიპოვის და რომ დავიკარგო. ჩემი ნება რომ იყოს აგვწალავდი ჯეირანის თამაშს. იმიტომ რომ მიყვარს დამალობანა და მგელობანა. ჯანსტური ჯოხი რომ მქონდეს შევძლებდი ფრენას. აქედან პირდაპირ გავფრინებოდი თბილ ქვეყნებში. სამოგზაუროდ სამოვნებით წავიდოდი კვიპროსში მამიკოსთან. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ისთან ერთად გავფრინებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. შემდეგ მონაწილეს მიტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 21 წლის რო გახვდები, ვიყიდი მუქი მწვანე ფერალს. ბედნიერება არის ხატვა, დედიკოს შეხვდება და სიკეთე. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.